და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ნათესმინდა ინოსახელობის ტაძრის გულსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. დილო მშვიდობის მამაო, დაგვეცეთ. მერტმა მშვიდობის ილმოწეს. ლევან, დღეს გვინდა ვისაუბროთ ქრისტიანულ გამოსახულებებზე. თავდაპირველად ალბათ საინტერესოა საუბარი დავიწყოთ მათი წარმოშობაზე, მათ ისტორიაზე, საიდან მოდის საფუძველი. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად პარალელურად ქრისტიანული გამოსახულებები აღმოცენდა და წარმოიშვა. ამას თავიდანვე ძირეული ისტორია აქვს და უამრავი მაგალითი გვაქვს ამისი, რომ დავანებოთ თავი ცნობილ ხელთუქმნელ გამოსახატს, რომელიც ერთ-ერთი აპოკრიფის მიხედვით არის ჩვენთვის ცნობილი, ასევე არის უამრავი ისტორიული ფაქტორი, თუნდაც ქანანელი ქალის მადლიერება, რომელმაც მას ხوارს აღუმართა გამოსახულება ქანდაკი, მაგრამ ხლა თქვა შეიძლება ვიმშელოთ, რომ ერთიც და მეორეც იყო თქვა სუბიექტური მიდგომა ამ საკითხისადმი, როგორი იყო თავად ეკლესიის დამოკიდებულება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ პირველი საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა ტაძრები და სამე საუკუნეზე მეტი ეკლესია იატაკქვეშ გაატარა, მიუხედავად ამისა, ეს ხელოვნება საკმაოდ მკვეთრად აღმოცენდა და განვითარდა. ამის ნიშან-თვისებებია პირველ ყოვლისა რომში არსებული და პალესტინაში არსებული გადაკომბებში გამოსახულებები. იქ მრავლად არის გამოსახული სცენები, უშუალოდ თხრობა მაცხოვრის ამა თუ იმ ეპიზოდისა, ზოგი პირდაპირი, ზოგი ალეგორიული სახით. იყო ხოლმე შეფარვითი ნიშან-თვისებების სიმბოლოები, როგორც არის ცნობილი თქვა, ღუზა, თევზი, პური, ასე შემდეგ, ჯვარი და ჯვარის სხვადასხვა სახეობები და ასევე ასეთი ერთგვარი ალეგორიული გადმოცემა, მაგალითად მწყემსი კეთილისა, რომელიც წარმართაგან იგივდებოდა თავიანთ კულტში. სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარი იყო, რომელმაც მოიძია დაკარგული ცხოვარი, ანუ კაცობრიობა და თავისი მხრებით ატარა და აქ ყოველთვის თან ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ გარდა ალეგორიულობისა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ის კანონი, ის ხაზი, ის შინაარსი პირველივე საუკუნეებში, რომელიც დღეს ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. მათი პირველი გამოსახულებები სწორედ ამგვარი იყო ალეგორიული სახის და იყო პორტრეტული სახის. დღემდე მოღწეულია მაცხოვრის რამდენიმე გამოსახულება, მოღწეულია ღვთისმშობლის, გრიგოლ ღვთისმეტყველი აღწერს კიდევაც ღვთისმშობელი როგორი იყო გარეგნულად, მოღწეულია პეტრე მოციქულის თუ გამოსახულება, თუ ბარელიეფი, თუ სკულპტურა, სხვადასხვა გამოსახულებები, რომლებიც საინტერესოა იმდენად ზუსტად ასახავს პორტრეტულად ერთმანეთს, რომ იდენტიფიცირება ხდება ერთმანეთში. ანუ რა, რომ ეს საოცარია, რომ თითოეული მათგანი არის სხვადასხვა ადგილას, ალექსანდრიაში, რომში, საბერძნეთში, თუ ასე შემდეგ, ანუ ერთმანეთსგან დაშორებულ ადგილებში, მაგრამ იქ პორტრეტული ხაზი არის დაცული. და ანუ ქრისტიანებს ჰქონდათ პირველივე საუკუნიდან რელიგიური გამოსახულებები. მნიშვნელობა, მამა ლევან, აი გამოსახულების მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ. გამოსახულებების მნიშვნელობა რა იყო? პირველ რიგში ეს იყო ცოცხალდებოდა ის პერსონაჟები, რომლებიც მათთვის თვალსაჩინო იყო, რომელიც საჭირო იყო, ძვირფასი იყო, მოთხოვნადი იყო და ასევე მან შეიძინა საღვთისმეტყველო შინაარსი, აზრი, გადმოცემისა, ვინაიდან ხშირად წიგნის არ მცოდნე ადამიანი სწორედ განათლებას საეკლესიო მხატვრობიდან იღებდა. დღემდე ეს მაგალითი გვაქვს თვალსაჩინოდ, თუნდაც ბავშვებში, თუნდაც ცხოვანებში და თუნდაც პირველ დამწყებ მოსულ ადამიანებში, რომ მათთვის ხშირად ესა თუ ის სცენა ცოცხლდება სწორედ ამ თუ იმ გამოსახულებებით და ამითი ხედველს ეძლეოდა საშუალება, რომ მათ უფრო მეტად აღექვათ, უფრო მეტად გაცნობიერებულიყვნენ და ეხმარებოდა მათ რწმენის ზრდაში. გარდა ამისა, მას ჰქონდა ლოცვითი სახეობა.
მე პარალელი მინდა გავავლო შემდგომში შევეხებით ალბათ ისევ ძველ აღთქმაში გამოსახულებებს არ ქონდათ ლოცვითი დანიშნულება და შემდგომში ქრისტიანებმა ეს უკვე შეიძინა ამის ნათელი დასტური და გამოსახულება თუნდაც თქვევა ანგარიშს გაწევა იმ სიწმინდეებისა რომელიც ქონდათ თუნდაც იგივე ჯვრის ნაირსახეობებისა თუნდაც ის თევზისა რომელიც ამგვარად იშიფრებოდა იესო ქრისტეს ძეღვთვისა მცნელი მაცხოვრის სოფლისა ამგვარი განმარტება ქონდა და მას ეამბორებოდნენ როგორც ქრისტეს ადგილს ქრისტეს თაყვანისცემის ადგილს წმინდა წერილში ფსალმუნში არის ამგვარი გამონათქვამი შევიდე სახლსა შენსა თაყვანისა ტაძარსა წმინდასა შენსა ანუ ის ადგილი რომელიც იყო უფლის სამყოფელი ერთგვარად მადლის გარდამოვლენის ადგილი რა თქმა უნდა უფალი არ იმყოფებოდა იუდეურ ტაძარში ასეთი პირდაპირი გაგებით მაგრამ ეს იყო ის მადლის გარდამოვლენის ადგილი სადაც მთელი მონოთეისტური სამყარო ანუ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ხალხი იკრიბებოდა მთელი იუდეური სამყარო და ისინი უფალს ცემდნენ ამგვარად თაყვანს ეს უფლის ნიშნის თაყვანისცემის ობიექტი იყო თუნდაც ის რეგალიები რომელიც ძველ აღთქმაში ჰქონდა კიდობანი და ტაძარი ეს საკმარისია რომ შემოვიფარგლოთ ამითი ან თუნდაც სინას მთა ეს იყო ღვთის თაყვანისცემის ადგილი და შესაბამისად იუდეველებს ის გააზრებული ჰქონდათ რომ ისინი არც ნაგებობას არც რაიმე გამოსახულებას არც რაიმე ადგილს ცემდნენ თაყვანს არამედ ღვთის მადლის სამყოფელ ადგილს ანუ უფალს ცემდნენ თავის გონებით თაყვანს და შესაბამისად ის რეგალია ის ნიშანთვისება რომელიც მიუთითებდა უფალზე და მის სიწმინდეზე შესაბამისად ქრისტიანები ზუსტად ანალოგიურად უფალს ცემდნენ ამით თაყვანს უფლის გამოსახულებით უშუალოდ მომავლელმა თქვენ კი ისაუბრეთ მაგრამ კონკრეტულად ეს არის ალბათ შეწერ არ რიცხვამდე მოდის ხო ძველი ქრისტიანობიდან მოდის ითოლი საფრთხე და საჭიროება გახდა ამისა რაც ისაუბრეთ თქვენ ბუნებრივია ხო მაგრამ დღესდღეობითაც ხდება ხოლმე ხანდახან უფრო ჩავუყავდეთ ამ საკითხს არის გამბა თქვენ აღნიშნეთ ეს არის რა დაუშვათ სცენები გამოსახული ან შემდეგ თუმცა შეიძლება ხოლმე რომ ხანდახან ცრუ გამოსახულებს შეიძლება შევთქვით იმიტომ რომ ადამიანები არსებობენ რომლის ეძახი რაღაცა გავთავშეთ ჩემთან სახში გამოისახა რაღაცა ხატი რაღაც სცენა აი ამას როგორ შევფასებთ ამდენ როგორ შეიძლება რომ დავუშვათ მართლა გავორჩეთ ეს ნამდვილად გამოსახულებაა თუ რაღაცა შეიძლება ვიღაც ფანტაზიის წყარო ამ თემასაც აუცილებლად სასურველია რომ შევეხოთ ამ საკითხზე ამგვარი რამ არის ყოველთვის სასწაულს აქვს ზოგადად ასეთი შინაარსი განმარტება სასწავლებელი ანუ მასწავლებელი და ქრისტიანობაში საოცრება და სასწაული თავისი არსით მკვეთრად განსხვავდება აბსოლუტურად სულ სხვა მოვლენა საოცრება არის ის მოვლენა რომელსაც თქვათ ერთგვარი ზოგჯერ ანომალია ქვია ხოლმე ანუ ბუნებაში არ ხდება და სასწაული კი ერთგვარად მსგავსია ზოგჯერ ანუ ანომალიურია ზოგჯერ ბუნებაში მაგრამ ის ადამიანს ასწავლის რაღაცას კონკრეტულს მიუთითებს ანუ ქრისტიანობაში არასოდეს არ ხდება რაიმე ისე მექანიკურად რომელიც ადამიანს არ განაცვიფრებს ანუ ქრისტიანობას არ ჭირდება რწმენას ღმერთს არ უქადაგია ის რომ თავისი რწმენა თავისი სიტყვა დაამტკიცოს მაინც და მაინც საოცრებებით ამგვარადაც ამბობს რომ ცრუ და მემრუში ხალხიო სასწაულს ეძებსო და არ მიეცემა იონას სასწაულის გარდა ანუ აღდგომის სასწაულის ცხოვრების სასწაულის გარდა და ზოგადად აღდგომა ჩვენთვის გახდა მასწავლებელი რამდენად დიდი სიყვარულია რამდენად დიდი ძალა ღმერთი ჩვენთვის და რამდენად მოინდომა ღმერთმა და ადამიანს მისცა საშუალება რომ მოიპოვოს თავის თავში ძალა დაუბრუნდეთ ახლა ამ საკითხს როდესაც ამას ეძებენ უნდა დაუკვირდნენ რისთვის სჭირდებათ მას ეს სასწაული და მოვლენა ზოგჯერ ხდება ხოლმე ხშირად აბსოლუტურად შემთხვევითი ეს თუნდაც ფოტო ეფექტები თუნდაც შემთხვევით მოვლენილი რაიმე ცხვარი ან ზეთი გარედან მიესხა და ასე შემდეგ თუ კი რაიმე სასწაული ამგვარი რაღაცა გამოსახულება ხდება ჩვენ ყურადღებით უნდა მოვიქცეთ არ არის საჭირო რაღაც ოვაციები შექმნა და დაუკვირდეთ ჩვენ
და ეს მოვლენა როდესაც განმეორდება ამ შემთხვევაში მე კომპეტენტურ ადამიანს უნდა მივმართოთ რაც შეეხება ხატების გამოსახულებანი მომხდარა ამგვარი თუნდაც ასახულა ნამდვილად შუშაზე გადასულა ეს ცნობილი ხატია თუნდაც უკრაინაში არსებული ესეთი ხატი მოხედე ჩემს სიმდაბლეს არის ამგვარი შინაარსის ხატი თუნდაც სიონში განმეორდა ანალოგიურად ივერის ღვთისმშობლის ხატიზე ქაშვეთში განმეორდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატზე მაგრამ ყოველთვის რაღაცის გაიგივება ყველაფრის არ შეიძლება უნდა დაუკვირდეთ ხოლმე და ნუ ვეძიებთ ხოლმე განსაკუთრებულად ხდება ხოლმე რომ კედელზე ამა თუ სინესისგან წარმოშობილ ლაქებში ჩვენ გამოსახულებას ვეძიებთ ბავშვობა გავიხსენოთ ღრუბელში ცაზე ფანტაზიის გამო დიდი ფანტაზიის გამო მსგავსი რაღაც ნახატები დაგვინახავს მაგრამ მის ბავშვური ფანტაზია უწყინარი ყოფილა და აი ეს კი არ არის ჯანსაღი ქრისტიანობა თუ კი ჩვენ რწმენას ვეძებთ ჩვენ თვალწინ არსებობს თითოეულ ჩვენთაგან ოჯახში მოგვეპოვება ამა თუ იმ წმინდანის ან უფლის ხატი და შესაბამისად გვაქვს საშუალება რომ ჩვენ ვილოცოთ და თუ კი ჩვენ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებულია საჭირო და ღმერთი ამგვარად ჩაერევა მაშინ დაველოდეთ ამას მოთმინებით დაუკვირდეთ და ნუ ამივიღებთ იფორიით არამედ ამაში კომპეტენტურ ადამიანებს მივმართოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც შეეხება გამოსახულებებს იგივე ხატებს რაც გძანებთ არის გარკვეული სექტები დაჯგუფებები რომლებიც ებრძვიან ხატს ებრძვიან სანთელს ებრძვიან გამოსახულებებს და არ აღიარებენ რატო ხდება ეს თვითონ ძახია რომ ის მათ წაბ თავისი დაჯგუფებები აქვს თავის წვენა აქვს მაგრამ არა ხატი არა სანთელი აი ეს რა მიმართულებაა გამოსახულებების შესახებ პრობლემა არ დაწყებულა მე-20 საუკუნეში ან ბოლო საუკუნეებში ეს ქრისტიანობაში მალევე გაჩნდა და ამისთვის მეშვიდე საეკლესიო კრება გაიმართა დამაგორგვინებელი კრება რომელიც ამ კრებით არ დამთავრებულა არამედ მას კიდე მოვლენები მოყვა ცნობილი ფაქტორები რომელიც ბოლოს ასეთი დღესასწაულით დიდმარხვის დასაწყისში აღინიშნება მართლმადიდებლობის დღესასწაული ქვია ანუ რა რომ წარმოიშვა პრობლემა ამგვარი კითხვა დაისვა რომ ცნება არ აქმნე თავისა შენსა კერპი არცა ყოველდღე მსგავსი რაოდენი არცათა შინაზე ქვეყანაზე და ქვედა წყალთა შინა და ქვეში ქვეყანისა და არა თაყვანს მას არც მსახურებდა მას ეს თემა ეს საკითხი გავრცელდა ასევე ქრისტიანულ გამოსახულებებზე და ამგვარად მათ უარყვეს რომ ყოველივე გამოსახულება უნდა უარყოფილიყო გარდა ჯვარისა, სახე ქრისტიანობისა და შესაბამისად მათი ამგვარი გამოსახულებების თაყვანისცემა და მადლის მოღება იქნებოდა ქრისტეს რჩულის გარეშე. მოდით დაუბრუნდეთ ისევ იუდეიზმს. გამოსახულებები მათ ჰქონდათ. თუნდაც ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც მან სეციური ტაძარი იხილა, მან იქაც იხილა პალმები და ანგელოზები, რომელიც შემდგომ იგივე დაიტანეს ძველი აღთქმის ტაძარში. ასევე ნოემის კიდობანზე, მოსეს კიდობანზე, შულის კიდობანზე იყო ორი ქერუბიმი, თავდახრილი ერთმანეთის პირისპირ, რომელიც კიდობას დაყურებდნენ და ეს გამოსახულებები იყო. მიუხედავად ამისა, რომ ეს გამოსახულებები ჯერ პირველ რიგში შევთანხმდით, რომ გამოსახულებები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რომ იუდეურ სამყაროში გამოსახულებების თაყვანისცემა არ ხდებოდა, ისევ გავიხსენოთ, რომ თაყვანისცემა ხდებოდა ტაძრისა და კიდობნისა, ანუ იმ ადგილისა, სადაც უფალი ეცხადებოდა და ეს მათთვის წმინდა იყო და შესაბამისად ტაძრის ან კიდობნის შემბილწველი ან შემლახველი კაცრად ისჯებოდა. ღვთისგანაც ისჯებოდა, თავად უფლისგან იყო ამგვარი კანონი, რომ ლევიტელები, რომლებიც გადაადგილებდნენ სჯულის კიდობას, არ უნდა შეხებოდნენ მათ კიდობას სპეციალურად რგოლები ჰქონდა, რომელსაც გრძელ კეტებს, ღერებს გაუყრიდნენ და ამგვარად დაატარებდნენ და ნებისმიერი შემხები კიდობნისა იგი სიკვდილით დაისჯებოდა. საღვთო კანონი იყო ამგვარი. ქრისტიანულ სამყაროში ამგვარად ანალოგიური იყო გამოსახულებების თაყვანისცემა როგორც ობიექტისადმი და არა ვთქვათ ქმნილებისა და ნივთისადმი და საოცარი რამ არის დასტური სათნო იყო თუ არა ღვთის წინაშე. ამისი ნათელი მაგალითია მადლის გარდამოდინება ამა თუ იმ ხატიდან რომ დავანებოთ თავის სისხლის დენას, მირონდენას, ზეთის დენას, წყლის დენას თუ ასე შემდეგ ზოგადად ნებისმიერ მლოცველი იგრძნობს ხატიდან როგორ მოედინება
თავისთავად მადლი და ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი უშუალოდ როგორ ღებულობს ნაყოფს და ეს ნაყოფი არის ფიზიკურ თუ სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ თვალსაჩინოდ აისახება და თავისთავად ის მოვლენები, რომელიც არ ახასიათებს ნივთებს რეალობაში ფიზიკურად, ვინაიდან დამუშავებული აქვს მათ, დამთავრებული აქვს მათ თავისი თვისება, ანუ არ ექვემდებარება, არ ახასიათებს ქვას, ხეს, ლითონს, ასე შემდეგ, თქვათ სისხლის, წყლის ან მირონის დენა და ამ დროს ეს ხდება და თან თითოეული მათგანი არის სასარგებლო ადამიანისთვის. ამგვარად აღნიშნავ, რომ პირველი ქრისტიანები მინდა ხაზი გაუსვა, რომ იყვნენ ძალიან მოშურნენი და ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც პირველი 3 საუკუნე და თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ისინი ძალიან მოშურნენი იყვნენ, რწმენის დამცველნი იყვნენ ისეთ დროს, როდესაც მოქმედებდნენ გნოსტიკოსები, როდესაც წარმართული ძალიან ძლიერი კულტი იყო და უამრავი ცილისწამება თუ ფილოსოფოსთა აბუჩად აგდება იყო და კრიტიკა, აი ამ დროს ისინი რწმენას ძალიან მტკიცედ იცავდნენ და შეუძლებელი ყოფილიყო, რომ მათ ეს საკითხი გაპარვოდათ. მათ ისევ გავიმეორეთ, რაზეც საუბარი დავიწყოთ, ძალიან ძლიერი კულტურა ჰქონდათ გამოსახულებებისა და ჩვენ დღემდე გვაქვს ძლიერი მემკვიდრეობა ამისი და დღემდე ახალი აღმოჩენებიც კეთდება ამისი და თუ კი ის მიუღებელი იყო ქრისტიანული სამყაროსთვის, მაშინ ამას არ უარყოფდნენ პირველი ქრისტიანები და პირველი ქრისტიანების უშუალო მემკვიდრე იყო ბასილი დიდი, რომელიც მინდა გავიხსენე, რომელიც ამბობს, რომ როგორ შეიძლება უარყოფო გამოსახულებაო ცრემლის გარეშე როგორ შევხედოთ აბრაამის მიერ ისააკის სხორპლად შეწირვის თემასო, რამხელა თავდადება, რამხელა სიყვარულები და საყდელა საფრთხო სათნოება, როდესაც მას აბრაამ შემდეგ ანუგეშებსო. აი შევხედოთ მაცხოვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებას გულგრილად, რომელმაც ჩვენთვის ამგვარი რამ მოიმოქმედესო. მესამე საუკუნეში დამოუწდა რომში ერთ-ერთი მოღვაწე იყო, რომლის ღირსი მამა, რომლის გამოსახულებებიც თელ რომში იყო განსაკუთრებული და თიხისგანაც კი აკეთებდნენ ერთგვარ პატარა მცირე სკულპტურებს, გამოსახულებებს და თუ ფერწერული, თუ გრაფიკული, თუ სკულპტურული სახეები ნიშანთვისებები უამრავი ჰქონდა და შესაბამისად ეს ტრადიცია კრებამდე უწყვეტი იყო. ეს შემდგომში ცოტა მოგვიანებით დაგროვდა ეს საკითხი, რომელიც საეკლესიო კრებამ დაამტკიცა კიდეც მისი მართებულობა და საინტერესო იქნება და სასურველი იქნება ჩვენი მსმენელისთვის, რომ ხელმისაწვდომია მეშვიდე საეკლესიო კრების დადგენილება, ასევე განმარტება დოგმატისა ხატთა თაყვანისმცემის შესახებ და თუ კი გავეცნობით საკმაოდ საფუძვლიან პასუხს მივიღებთ ამის შესახებ. დიახ, მამალებან, მაგრამ მაინც ამ გავეცნობ და სარი კონკრეტულად დავუშვათ ყველა გაეცნობა. მაინც მოკლედ რო ვთქვა, აი ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვინც თაყვანისმცემთ ხატს და ჯერ ამ გამოსახულებების და აბსოლუტურად ეს წუნეკოს, როგორ უნდა მივუდგეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ხატთან, აი ხატთან მიდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანების. ზოგადად ხატთან მიდგომა არის ხატის წინაშე ყოფნა არის როგორც უშუალოდ პიროვნების მიმართ ყოფნა. ვისი გამოსახულებაც გვაქვს? პირველ სახის მიმართ, პირველ წყაროს მიმართ, უფლის წინაშე, ღვთისმშობლის წინაშე, ანუ ასე შემდეგ. თუნდაც ის ფაქტორი, როდესაც დღეს გავრცელებულია ფართოდ ხატთა მობრძანება ოჯახებში, ახსოვდეთ, რომ ესა თუ ის ხატი, როდესაც მიბრძანდება, ფაქტიურად მათთან ის თავად დედოფალი ღვთისმშობელი მიბრძანდება მაგალითად, ანუ ესა თუ ის წმინდანი და ეს არის საგანგებო, საპატიო სტუმარი, რომლის წინაშეც განსაკუთრებული მიდგომა მართებს. ანუ ხაზგასმით არა ნივთის მიმართ, არა რაიმე მოვლენის მიმართ, არამედ უშუალოდ საპატიო პიროვნების მიმართ და ეს თავისთავად როდესაც ამგვარი პიროვნება ჩვენთან მობრძანდება, ჩვენთვის არის ძალიან დიდი მადლის მომცემელი, განმამტკიცებელი და ყოველივე იმ ნაკლოვანებების შემავსებელი და აღმოფხრელი, რომელიც ადამიანს გააჩნია და ეს არის ის დამხმარე ძალა, რომელიც ადამიანმა გარედან უნდა მიიღოს, შიგნით არ გააჩნია. და ბოლო კითხვა, მამა ლევან, აი ესეთი შეთავაზება მოსაზრება, რომ აი სასწაულთმოქმედი ხატი, რაღაცა განსაკუთრებული ძალის მქონე ხატი. თუ შეიძლება ეს ხატები რო განვესხვაოთ, დავუშვათ არის ორი ღვთისმშობლის ხატი, ერთი უფრო სასწაულთმოქმედია, მეორე ნაკლებად. აი ამ რამდენად შეიძლება ამის განსხვავება? ზოგადად ყველა ხატი აბსოლუტურად სასწაულთმოქმედი არის. ზოგადად ჩვენ უბრალოდ რასაც ვაკონკრეტებთ ხოლმე დავარქვათ ასე ვთქვათ სასწაულთმოქმედი ხატი, ეს არის ის ხატები, რომლებიც მათ უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ ხატმა მოინდომა, ამა თუ იმ ხატში მოინდომა უფალმა ან ვთქვათ ამა თუ იმ წმინდანმა მადლის გამოვლენა
ვინაიდან თქვათ ეს ხატი თქვათ არის ჩვენთან რაიმე საჭიროების გამო უფალმა გადაწყვიტა ჩვენთან რაღაცა ნიშნის გაკეთება ან განსწავლა ან თანადგომა ამ შემთხვევაში სწორედ ის გამოიყენა ის თავისი პირის სახე გამოიყენა თავის ჭურჭლად თავის იარაღად და ეს არის თვითგამოვლენა უბრალოდ მაგრამ ნებისმიერი ღვთილმლოცველისთვის ნებისმიერი ხატის წინაშე ჩვენ როდესაც ვდგავართ თავისთავად ის უკვე მოგვეცემა ჩვენ უშუალო კავშირი გვაქვს მასთან და მაშინ თუ დავაკონკრეტებ და დიფერენცირებას გავყოფთ სასაულ და არასასაულ მოქმედ ხატებთან სწორედ ეს გამოახერხებთ აღნიშნულობა დიდი მადლობა მამალ ლევან ძალიან საინტერესო განმარტებისათვის შეგახსენეთ ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა ინოს სახელობის ტაძრის გლობსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი 9 საათი ახლოვდება ერთად მოვისმინოთ